აიმე, დაიცადე. მომაწოდე ჩქარა ტელეფონი, ჩქარა, თორე მომკლავს, გუშინაც ამი ესე უნდა დამეწყო, მაგრამ შორი არ ამცემო, მოიცა. თქვენ გამარჯობათ ყველას. საღამო მშვიდობის და შორენას ცალკე უნდა მივესალმო, მოიცა. ოღონდ ეგ დილა მშვიდობისა, ხო შორე? შ. აჰა, მოიცა. სად მითხარი? დილამში რაისომ ხორზ. ეგ დილამშვიდობისაო. ესე იგი არ მარტო ხორმს, ხო, ხორზ. მოკლედ რა, გამარჯობა თუ ყველასა, შორენასაც და თუ ყველასაც. შორე, შენზე მითხრეს რომ ისაო, შორენაზე რო ლაპარაკობო. აი ისა რა ქვია. აქეთ ვიზავრო თან გამეშრეს. სურათი დაურთეო რომ ვიცოდეთ ვიზე ლაპარაკობო. ესე იგი გუშინ იყო წესით ბანაობის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის, ხო და ბარბარემ რო იბანავა, მე გავფინე სარეცხი, აი წინაზე რო განახე ზუსტად ეგრე, მოაჯირებზეც, თოკებზეც და სულ ყველგან. ხო და ნინო რო უნდა მებანავებინა, უნდა ამეთო ფეჩი და რო გავხედე სარეცხს. მივხვდი რომ ეხლა მე ამის ამკრეფი არ ვიყავი. იმიტომ რომ კარგად იცით რაც მოუვა იქვეანთებული ფეჩი რო არის სარეცხს რა მოსდის. რა სუნი ექნებოდა. ხო და მე ვიფიქრე რომ ხვალე სამსახური და რომ მოვალ მეცხო პირდაპირ აბანოში შევდივარ მეთქი და ავანთებ ჯერ ამას ვაბანავ და მე მეც მადლი მომივა მეთქი და აბანო ანთებულ აბანოში ვიჭუპალა. ხო და ეგრე. შედვართ ეხლა მე მოვიხსენი შორე რომ ეხლა ნერვები შენ ნერვებს უფრთხილდები და ცოტა ხანი გქონდეს კიდე შენ ნესტიანი გაქ. მოვაღწიეთ დღეს 6 საათისთვის მოვედი სახლში. ეხლა ყავა მიდგა ეგ და ვფიქრობ ჯერ ჭამა მეთქი თუ ერთხელ მაქვს ნაჭამი საჭმელი დაახლოებით 3 საათზე და კარტოფილი მოვდავსგე ხა მოსახარშა და სკუმბრია დავჭერი. მაგას მივირთმევთ. მაგას ელოდება ნინო და ეხა ბარბარე. ამადაბლა. რო დაუძახო უბრალოდ კათიშოს, კარტოფილით რო ჩაი ჩაფლავდება. დაუძახე რომ კარტოფილი კათიშოს რა თორე ჩაფლავდება და ეხა ჩავალ და ამოვიტან ნინოც მაგას ელოდება. მამა! ხო მშვიდობა, შვილო. მამას დაუძახე მეთქი, გოგას კი არა და ანას იქ მეზობლებთან. მამა! აი, მე რა გააკეთა? ვერ არის. ჩადი, ქალო უთხარ და შენ გათიში, შეცალოცები გახად აგე, რა ქვია, გოგა ანა და რა. თეთა, გული გაუხედა კაცი. მაგай კიდე გუდა ხა დადექი და ნახშირი და დანავატა. და მტკნარებით მოუკვდე. კიდე ყვირის, განაჩავა, ხაიმიდან აყვირის, აიმიდან. დედას ხანა რაღაცას რო ვეტყვი ხოლმე გააკეთეთ მე ნერვები მეშლება ადი ქალო წადი შენ რა თელი უბანი ახლა ნახშირიანი წყალი უნდა ვალეინო თელუბანი შვიდობა გაგ ან მე მაინც გამაფრთხილე ვაი გინდა გადავახვიო და განახო გინდა ვიდი აი ვიდეოს რო დავდებ განახე მე დავუძახე ეგ დაწყებული კიდე აღარ ნინო მე მომახტა ინერციით აუ ეგ ნახშირზე დაიბაზე გამახსენდა ბავშვობაში დაახლოებით ნინო სასაკისა ვიყავ ნინო რამდენი სახარ 10-ისა ხო? ხო არა ხო მაგ ხელა შეიძლება 8-9 წლისა ესე ვიყავი კი და ღამე მეშინოდა ხოლმე არც რაღაცა პერიოდი ღამე ისტერიკა მემართებოდა ხოლმე არა უფრო პატარა ვიყავი არ ვიყავი მაგ ხელა აი საშილად ვკიოდი ხოლმე რა რაღაცა ერთი პერიოდი და ამანო თვალი აიღო და წამიყვანა შესალოცად მაგრად მახსოვს ის ქალიც მახსოვს და დაიღუპა ბაბა მომკიდა ხელი და წამიყვანა ნინო ჩამოწვით შვილო ფეხები რომ თავპირმეც გამოგიჩნდეს ფეხები გიჩანს ხო და წავედით ხა მე რა ვიცი მე მგონია რომ ექიმთან მივყავართ და მაგრად ამ ცრიდა მით უმეტეს არ მეშინოდა ექიმის და არაფერი ნუ მივედით
დანა მივიტანეთ და ნახშირი. მე ისე დავსპეცდი, რომ მომცემდნენ ფეჩი და ნახშირს გამოიღებდნენ, მომცემდნენ ხოლმე და დანას და აბა წადი. მე მარტო გამივდიოდი ხოლმე უკვე. აი მე ხარ ვფიქრობ რა, ჩემთვის ვფიქრობ რა უნდა გააკეთოს მე. დაიწყო რაღაცა ის რას აკეთებ არ მახსოვს. მართლა ხელში ეჭირა ეს დანა, ეს ნახშირი. მოკლედ რაღაცებს ამბობდა. დაიწყო მთქნარება, ანუ მკითხავ გამოლოცვის დროს თუ რაღაცაო თუ ეგის წოდია თუ რა ვიცი. მოკლედ ეგეთ ამბებში ვიყავი, რომ ეს ქალი ამთქნარებდა ხოლმე სუ. სანამ იქ ვიყავი, რომ ანუ რაც უფრო მეტად ამთქნარებს, უფრო ბევრი, ანუ მეტად აგაქო თვალი აღებულიო. თავს ძილს ვიკავებდი, რომ არ მეხარხარა. ერთი სული მქონდა წამოსულიყავი ხოლმე, მაგრამ რაღაცა კურსი ჩამიტარეს. მე გავიზარდე და აღარ ავტიროდი ხოლმე. აი მე ხო სხვათა შორის ეგ ხო მახსოვს და მე მახსოვს კანზე სიცხეზე რომ მივდიოდი ხო არ ვიცი რა იყო ეგ მეკავებოდა ხოლმე ანუ ოდნავ სითბოზე როგორც კი მოხდებოდი ხოლმე ზამთრის პერიოდში ერთი პერიოდი იყო აი მეკავებოდა ხოლმე საშინლად კანის ექიმთანაც კი ვყავდი დედას ისე მეკავებოდა ხოლმე რომ თელს ხეულზე მქონდა მუწუკები აი ფხანისგან რა იყო ეგ და ისა რო ფიქრობდი ხოლმე იმდენად შეწუხებული და ის საშინლება იყო აი ღმერთო რა საშინლება იყო ალერგია და რამე არ ვიცი რა იყო მომოიქენ თუ მეთქი იძახის ხო და რაღაცა გოგირდის როგორ მომწონდა ის მაზი იყო რაღაცა მალამო თუ რაღაცა გოგირდის სუნი ჰქონდა რომ ეს წაუსიო რაღაცა რა ვიცი და თმიშველა მეთქი არც ყოველ შემთხვევაში მე გამიარა რა გამიარა ეგ არ ვიცი მაგრამ აი ესე რომ დავფიქრდებოდი რომ იმდანაც შეწუხებული ვიყავი რომ აი ჩემი თავი გამეხსენებინა ამ ქავილის გარეშე თუ არსებობდა ოდეს ხაც ანუ არ მახსოვდა ანუ პატარო იმდენად აი საშინელება იყო რომ ის პატარობის მოგონებაც მეგონა რომ აი ამ ქავილით ვიყავი ხოლმე აუ რა საშინელება ეხა გამახსენე აი სულ დასისხლიანებული ვიყავ როგორ უცბათაც დამემართა ეგე უცბად წავიდა როგორ ეხა უცბად გამახსენე ხანდახან აი ესეთი რაღაცა ის საერთოდ რო არ მახსოვს უცბად ამომიტივტივდება ხოლმე დღეს პირველი დღე იყო ჩემი მუშაობის ძალიან მაგარი ამინდი იყო უმაგრესი ამინდი იყო და მე რა გიხარია თოვლი სადაც თოვლი ხარ მე ვიღაცამ თქვა ხო იქა თქვენს რომ ისაო თოვლი და ის არის და ეხა ფიქრობდი რომ ტრაკაია მეთქი სახში რომ იყო კიდე სარეცხს დავრეცხავდი მაგრამ კი აღარა ბაქთა სარეცხი ეხა უნდა დავრეცხო ივანე რომ მოვა და ბარემი ბანავებს მოდი ვნახოთ იქ თქვენს რომ მიუხედავთ იმისა რომ აი ამინდი იყო თქვენს რო ისაო თოვლები და ყინვებია გამოცხადებული ამინდი ნახოთ აბა ერთი მართლა ეგრეა ესე დიდათად დეკემბრის დასაწყისში იყო თუ რაღაცა ეხა ვაო მინუსი ქამდეო და რაღაცა საოცრებები იქნებაო მაგრამ რა სიძახით რაღაცა გადამოწერე როგორ ამყვას ეს რაღაცები რომ მოვარდე აჰა ხვალია 18 კაია 2-9 გრადუსი 19-შიც ნინო წამალმა დარეკადექი დალი 19-ში 5 გრადუსი -2 -3 ღამე -3 -7 უიდედა 24-25 თებერვალი -7 -9 აი გარი მარტო ბაიმე თოვლისა და ხედავობა თოვლი აქ არის წვიმა -7 და -9 რო არის მზე არის აბა ტყუილა ხალხნო არ შეშინდეთ ნახე სულ ესეთი ამინდებია კაი ეხა თებერვალია -9-მდეც არ ავიდეს აბა ნინოს აკითხეთ გერმანიაში ნინო რამდენია ხოლმე ქრონიკულად რო უკვე სულ ერთი და იგივე ამინდია ამთარი ეხა როგორ იონე შაბათს მიდის თურქეთში იოანე და კვირას მოდის რაღაცა ის არის რა ქვია ქართული თუ სხვადასხვა კულტურა მოკლედ ხელოვნების და იმის რაღაცა ფესტივალი ვიტარდება და აკრიანი მიიწვიეს ყველანაირი დაფინანსებით აბსოლუტურად
ერთადერთი შეიძლება ლირების გადავცვალოთ, რომ იქ დასჭირდეს რაღაცა. დანარჩენი არაფერი, მოდი დაჭერთ და მოგხსნით. ძალიან მიდიჯერ. რა გჭირს ხელებზე? ეს ტელეფონის ბუდე გადაუდუდღნა. ამოიცა ეს კიდე სხვა. ხელები ნახეთ რა ამის დაბანილი ხელი. ხვალე რო სკოლიდან მოვალ მეთქი. ხვალე სამუშაოდან რო მოვალ. აი ეს ბუდე იყოს იდეალურად გაწმენდილი. წადი წამალი დალიე. წამალი. ორ მაგრაბობში, დავაი მე რა მაგრაბობში და რა მაგრაბობში. ეს ყავა ხوار გადმოვდგა და მე დავლიო, ჰა. ნინო, მიდი ის მოიტანე. ანიცი რა იქ დადე და იქ მოვიტანე ყავას და დავდგავ საჭოს შოჭა მე დავდგავ გაცხელდება. აგე იქ. აი გაუში ხალო. ჭიქის დასადები დადეთქო. ტელეფონი მიქონდა. აბა დაიდა. აუ იყოს კაიმან. 1 2 3 ავდგე. აკოს. დღეს მინდოდა ვიდეო ჩაწერა იქ, მაგრამ ვერ მოვიცალეთ. თითქოს ისეთი საქმე არაფერი არ იყო, მაგრამ ახლა ვერ მოვიცალეთ. კარგად დაკავებულები ვიყავით, შიგადაში გზეზე გამოდიოდით, ვჭორაობდით. სანამ რაღაცა უცბად საქმეს გავაკეთებდით რა. გამოდიოდით, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ამინდი იყო. ეხლა არა. ეგენ წაიღე, ხვალე საქმე გექნება. გოგო აბარავე კი არა და გარეც ხო, ანუ სპირტი გამოიტანა რა. ჩაიტანე ხვალე და გახეხე იმე. ჩოტკით. რა კრწებოები უსვოი. ხო, ის რა ეკრანი. მუხია ასუფთა რა. აუ. ხახნო, არ ვიცი ინტერნეტში თქვენ შეგხვდებოდათ. რა ქვია იმას? ფრანგულად განდაგანა. რა მაგარი მოსასმენია. რა ძალიან მაგრად მომეწონა ნეტა იცოდეთ. ნინო, ეხლა მასა ის თავზე შეგიკრავ. რა უყო ცოტა ის არის ნესტიანი რო გაქვს. ხო გავაშრა. მოდი ცოტა ხანი აქ იყავი. ეს აჰა ეს გაწიე და ის კარგად ჩამოწიე რო ისაკეთეს. რა მაგარი მოსასმენია ფრანგულად განდაგანა, ეხლა მოგასმენინებდით, მაგრამ ისა. დამიბლოკავს YouTube-ი, ნახეთ, ჩაწერეთ. და მე მგონი ეს არის ის მომღერალი, რომელიც მღერის საკმაოდ ცნობილი სიმღერაა, პატარები რო იყვნენ, ამათ ძალიან უყვარდათ ხოლმე. ბელა. რა ვიცი ხამას რა. იონის უყვარდა ხოლმე, პაწაწინა რო იყო ხოლმე საჭიროს რო ვაჭროდი ხოლმე, მაგ მუსიკაზე ჭამდა ხოლმე და აი იქ რო ყოფილიყო და ეგ ჩავერთო მორბოდა ხოლმე. ესე იგი გუშინ დღევანდელ დღეს რომ მეადგომა დამეზარა. ანუ ხო არის ხა რაღაცა დილით აგეზარება, მაგრამ აი თავი ავფრიკე საწოლიდან. 7-ის ნახევარზე ბუძელნიკმა დარეკა და მაღვიძარა სანამ შემისწორებთ. სანამ ფატის პედაგოგიური ჩაერთვება. ხო და ესა 8-5 წუთი აფთექი. ნახევარი საათი ვიწვალე. და აი როგორც იქნა ავიფრიკე. თან ისეთი საჭმელი და რაღაცა არ მქონდა გასაკეთებელი, ჩაიკარაქიანი პური რაღაცა წავიდნენ. მარშრუტით ვიყავი მე დღეს. სანამ წავიდნენ, ცოტა მოვაპილასოსე, მაგრამ აშკარად მოკვდა ჩემი პილასოსი. როგორც კი თავისუფალი დრო მოქნება, უნდა გავუვარდე და ვიყიდო, მაგის გარეშე შეუძლებელია. ხო და ძალიან მაგრად მეზარებოდა ადგომა. და რატომ მეზარებოდა ადგომა? იმიტომ რომ წუხელ დავწექი ანუ 3 საათ ნახევარი მეძინა და არ მეყო. ეხლა მიკვირს, რატო არ მეძინება? დღეს ადრე დავწვევი. მაგრამ მინდა რომ ის დავამთავრო. რაღაცა უნდა განახოთ რა, მაგისკენ მივდივარ. ხო და რას ვაკეთებდი ახლა? ლაშას დუტი აქვს, რომელიც სკოლაში აცვია ხოლმე, ჟილეტი დუტისა რა და გეხვეწები აი ის იქნებაო გამიშრო, უნდა გამერეცხა და იქნებაო თუ მოახერხებო გამიშრეო და მოკლედ თან ფორსაჟს უყურებდი, ეს დღეებია რაღაცა GDS-ის უეგ გადის. და აქ ვაშრობდი რა, სადაც ვაშრობ ხოლმე ტრადიციულად იმას და ის არა პატარას კამერები და ხო და ისა რატომღაც მომიდა რომ დამეხატა და ხო თან გამჩენი რო არ გასვენებს ის ხომ მქონდა მოხერხილი ზომა ზუსტად ეგრა გოგოები რო დავათხოვე ზუსტად ეგ ზომა და ცოტა გამოწიენინო ძალიან ახლო ხარ და ცისხლი ხახნო
ვაიმე. როგორი ჰოპლაკენით. არ მოვჭრი ამას. მიყვარს ხოლმე ისინი რა ქვია. ექსტრემალური რაღაცეები ხოლმე. ამას ვეუბნებთ გამოიწივეთ ძალიან ახლოს სისხლიერ წაკს გადეს და თქვენ ამ მოგაყირავეთ. ხო და ძალიან აღარ გავწერავ და გეტყვით რა. გამჩენილი არ მასვენებდა და ვიცოდი რომ ეს მოხერხილი მქონდა ეს ფიცარი ნახატისთვის და მიუხედავად იმისა შეკვეთა არ მქონდა ძალიან გულით მინდოდა რომ შავ-თეთრი გამეკეთებინა ნახატი. მეთქი მე სანამ ხა დუტის გაშრობას რა უნდა. ცხვირს ხოცივით არის ჟილეტიდან თხელი დაკიდებ ეს ალიეს აზის და წამი. ხო და ზუსტად 3 საათამდე ვხატავდი. დუტი გაშრა და 100 ჯერ გაშრა დუტი. ხო და ხატავდი. ეხა უნდა განახოთ თქვენ. უბრალოდ დამთავრებული არ არის და სავარაუდოდ დღეს არ მაქვს მაგისი თავი რომ დავამთავრო. დამასულო კინა. რომელმა მახსენეთ. ხო და მაგრამ უნდა განახოთ. შავ-თეთრი გოგო დავხატე. ინო შეგიძლია მომაწოდო. ნელა შულო კიდე ყაპანი არ გასწრეს ტელეფონს. აქეთ იქიდან მოკიდი ხელი არ გაგიჭუჭიანდეს. ძალიან მუქია. უბრალოდ უფრო გამუქდება და გალამაზდება, როდესაც ლაქს წაუსვე, ხო იცით ეგ თქვენ. და ქვების გარეშეა. ქვებსაც ვუკეთებ შავსა და თეთრს მარტო. საყურე და ყელსაბამიც იქნება მარტო ან თეთრი, ან შავი, უფრო თეთრი. ნუ საყურე ყველა ვარიანტში იქნება და იქ ყელსაბამი არ უნდა. ნახოთ, როგორ მოითხოვს, იმიტომ რომ კეთების დროს თვითონ გეუქნება. ნახატი და ხო, სახელი როგორი ადამიანი ამაზე. 1 2 და 3 ძალიან ლამაზი. ოღონდ ცოტა დასამუშავებელია ოდნავ კიდე აი ეს ადგილი აქ უნდა თეთრი და შავი კარგად გადავიყვანო და რა ვიცი ნახოთ. ესე იგი ეს შეივსება თეთრი და შავით, ეს უბრალოდ ფონი გავუკეთდა. ერთადერთი რაც არის თვალი აქვს დახუჭული. არ ვიცი რამდენად ჩანს. თვალი აქვს დახუჭული. თვალი დახუჭული კაია. ხო და რაღაცნაირად მომეწონა. ნახე მხრები როგორ აქვს კაბის ისე გავაკეთე რა ქვია პატარა ბურთულები. ხო და დღეს მაგას ვფიქრობდი რა თუ ცოტა ადრე წავალ მეთქი სახში. თუ ისე მომიწევეთ ამას დავასრულებ, მაგრამ ანუ ვერ დავასრულებ და რატო? არ მინდა ნაჩქარევად ესე ფათაფუთით რო ოღონდ დამთავრდეს გავაკეთო და თან ისიც არ მინდა რომ დღეს რო ძილი დამაკარდა, ხვალეც დამაკარდეს და ეს სხვანაირად აისახოს ჩემს თუნდაც ჯანმრთელობაზე და თუნდაც საქმეზე და მოკლედ. ამიტომ ცოტა მოძდაჯობია თავსაც უნდა გავუფრთხილდეთ. იცი რა არის, ესე გამიკეთებია, მიმიყრია და მე სადღაც ერთი კვირა მოხაზული მქონდა. ვერც საქმეს ვაკეთებდი სუძალით, აღარც ხასიეთი, აღარც ხალისი და რაღაცნაირად და მირჩევნია დღეს დავიძინო კარგად და ხვალ იქნება და მოვიდე და ხვალე გავაკეთო. ეგრე. სავარაუდოდ ეს ამას ჩემთვის ვაკეთებ. ნუ პრინციპში ის პირველი გოგო რომელიც გავაკეთე ჩემთვის იყო განკუთვნილი, ანუ იმდენიმე გაყიდული ეგეთები, პატარები, რომ მე არ მაქვს მეთქი და ჩემთვის გავაკეთებ, მაგრამ გაიყიდა. მე მეორეც და ისიც გაიყიდა და მესამეც და ისიც გაიყიდა და ეს არის მეოთხე. ასე რომ ეხა წავედი, დაგემშვიდობებით აი ამ შავი გოგონათი მომავალ ვიდეომდე და ვნახოთ რა გამოვა. აბა ჰე.